კი, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა მქონდა ოჯახის მხრიდან ის, რომ თუ ჩემთან სახლში არიან ნამყოფები, ვებია ჩემის სახლში, მქონდა ჩემი ოთახი, სადაც ვიყებდი მომხმარებლებს, მე-7 სართულზე. ბევრი ადამიანია ნამყოფი, იმიტომ რომ 2018 წელს დღეში 20 გოგო, 22 გოგო ესე მოდიოდა ხოლმე ჩემთან. მქონდა საშუალოზე ალბათ უფრო ნაკლები ოთახი, არც ძალიან გარემონტებული სახლი, არც რაღაც, ანუ ბევრი არის, რომ მაგაზე რაღაცნაირად ხო აგებს ყავს, რომ აი ახლა ვიღაცა თუ მოვა, რას იფიქრებს თუ პარკეტი მაქვს გახაზული, ანუ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა და იმის იქით, ანუ შენ მოდიხარ ჩემთან, იღებ სერვისს და ახლა იქ გაგხვდება გაპრიალებ სუფთა, რა თქმა უნდა, მაგრამ გაპრიალებელი თუ გაუპრიალებელია, ტაკი ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და რაღაცნაირად აი ეს ხელშეწყობა მქონდა ოჯახისგან ის, რომ დავუშვათ მე თუ ვიღაცა მყავდა მომხმარებელი, ხმას არ იღებდნენ სახლში, თითქოს მარტო ვიყავი. დედაჩემმა მომიტანა სარკე, რაღაც მაკის რამდენიმე კოსმეტიკა მაჩუქა რაღაც ერთი დიდი Sephora-ს ნაკრები, რაც შენახული მაქვს დღემდე რაც იყო პირველი, მაგრამ იმის მერე მართლა არავინ მატერიალურად ესე არ დამხმარებია, ყველაფერი გავაკეთე ჩემით. ვმუშაობდი 30 ლარად 4 წლის განმავლობაში და დღეს აი ალბათ ყველაზე მეტად მეშლება ნერვები იმ ადამიანებზე. მესმის, რომ დღეს ცოტა ოდნავ სხვა ცხოვრებაა, მაგრამ მაშინაც არ იყო იაფი თბილისი. ძალიან მეშლება ნერვები, რომ აი არ ეკადრებათ რაღაცა თანხაზე ნაკლებად ვმუშაობთ და აი თავს ხوار შეიწუხებს. უფასოდ ვმუშაობდი, ღამეებს ვათენებდი, 4GB-ზე ვმუშაობდი, open air-ზე ვმუშაობდი, მერე ჩავდიოდი პატაძლებს ხატავდი, ანუ შეიძლება საუკეთესოდ იმ წუთას არ გამომდიოდა. შესაბამისად მქონდა დაბალი ფასი, იმიტომ რომ იმ წუთას ვსწავლობდი და აი რაღაცა ესე ნელ-ნელა ვაგებდი ამ ყველაფერს.